მოგესალმებით, ეს არის ახალგაზრდობის ფორმულა შორენასთან ერთად და დღეს ჩვენ ვაგრძელებთ მარიამის ტრანსფორმაციის ისტორიას. დარწმუნებული ვარ, თქვენ წინა ისტორია უკვე მოსმენილი გაქვთ. ეს არის გოგო, რომელიც ცხოვრობს ამერიკაში, არის ანტრეპრენერი და ქმნის საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას და თუ გაინტერესებთ ამ ისტორიის გაგრძელება, გამოიწერეთ ჩემი არხი და არ დაგავიწყდეთ ღილაკი. დავიწყე უკვე ჩემ თავში ჩახედვა და მივხვდი რომ დახმარება მჭირდებოდა. მე ეს ყველაფერი მარტოს არ რამდენადაც მარტო გადიხარ და შენი თავის გარდა ვერავინ დაგეხმარება, არავინ არ თქვას რომ ადამიანი მარტო აკეთებს რამეს. გამოვრიცხული არის. არ არსებობს. 100%. ჯერ ეს ერთი ჩემი ძალიან დადებითი თვისება ის არის რომ არ ვმალავ. ეხლაც აქ არიან. ხო, რატო მოვიდა? მე არ ვმალავ, არ ვიმაშვები, როგორ თქვა სიტყვა, არ ვაჩვენებ ადამიანებს იმას, რაც არა ვარ. ანუ რაც ვარ, ეს ვარ. ხო, და არ მაშინ მით უმეტეს შენი ბრენდის მთავარი როგორც ჩემი, ანუ ჩვენ ვართ, ხო? და ამიტომ ეგ არის ზუსტად, როდესაც შენ ხარ ბუნებრივი, აი მაშინ ხარ წარმატებული. კი. აი ეს სიტყვა ავთენტურობა, რაც ახარ, ის ახარ, ხო? კი ბატონო. ამიტომ, როდესაც მივხვდი, რომ უკვე ყველაფერს ნელ-ნელა დავიწყე შეცვლა და ჩემ თავში ჩახედვა და მინდოდა დამჭირდა დახმარება. ვეძიე, ვინც ეძებს, ის პოულობს. ვიპოვნე საქართველოში ფსიქოლოგი, რომელსაც ვეპარაკე სულ სამჯერ, მესამედ მითხრა, წადიაშვილი თავი დამანებეო. ანუ ის საქმე, რაც გჭირდებოდა, ხო ვილაპარაკეთ, ანუ ყველაფერი მე მოუყევი რა, პრობლემა მქონდა, როგორ უნდა გამომესწორებინა, რა უნდა გამეკეთებინა. მე კი არა ვფრო ის თავის საქმე არ გაკეთე, არ დავოცადე ლაპარაკი და ხო მე რატომ მირეკავოთ? ხო სწორად უნდა გავაკეთო, ხო სწორია, მეთქი წეღარებას თქვი რომ ეს confirmation და კი შვილო მასეა. ეკლესიას მიმართე? არა. არა, რა საინტერესოა შენ გჯერა ღმერთის, მაგრამ აი ეს ლოცვა და ასე შემდეგ. მე ლოცულობ, მაგრამ მაგ პერიოდში უყურე ჩემთვის რა არის. ჩემთვის ლოცვა არ არის ანუ ჩემთვის არ არის აუცილებელი რომ წიგნში დაწერილი სიტყვები ვიკითხო, რომლის მნიშვნელობაც არ ვიცი. ანუ გულიდან ნათქვამ, ხო. და იმ პერიოდში ჩემთვის ლოცვა არის, როდესაც შენ ღმერთს ელაპარაკები. და მე ღმერთთან ლაპარაკი კი არ მჭირდებოდა, ღმერთის მოსმენა მჭირდებოდა. ამიტომ ამოვიკერე პირი და უბრალოდ ჩუმად ვიყავი. დავიწყე მედიტაცია. გახვედი სიჩუმეში? კი. და თავიდან არა. და ოჯახმა შეგიწყო ხელი? უიმე, წივილი მქონა, გაჩამდი თახედავზე. კარელტაკა, ატაკი ხოცები თავისუფლე. დედა ჩემი დაიწყე და იქ პილასოსი იყო, იქ სარეცხის მანქანა. ჩერდით. ხარ ჩემი ხოლმე შემოვიდოდა ოთახში, მაშინ დედა ჩემი ჩვენთან ცხოვრობდა, უკვე ახალი ჩამოსული იყო. და არა, სოფია უკვე გაჩენილი მყავდა. ეს ყველაფერი მანამდე დაიწყო, სანამ სოფიაზე ორსულად ვიქნა, ორსულობის დროს დაიწყო უკვე მედიტაცია. სოფო გაჩენილი არ იყო, სოფოზე ორსულად ვიყავი. დასაწყისი იყო. და მედიტაცია რო დავიწყე, ну აი სერიოზული ომი გქონდა ესე ვთქვა და მე ვამბობ მაგითი რომ აი ბნელი ძალები მებრძოდნენ რა მაგემით თორე დედა ჩემს და ჩემს ხარს რა განარას ვშავებდი ხო არც არაფერს მაგრამ არ აღიქვამდნენ რა სერიოზულად და ახლა როგორი იყო ჩემი მედიტაცია ოკეანესთან არ გადიოდი? არა რატო? არ ვიცი. ნუ იქ ხო გქონდა ამის საშუალება ოკეანეს შენ და მარტო. ნუ ეხლა თებში მაქვს ძალა. თები ეხლა ძალას მაძლას. სადუდან ახო იქ თები არ ქონდა, იქ ქონდა ოკეანი. ხო, დავშდებოდი ასე როგორც ყველა გვეუბნება YouTube-ში ყველაფერში, დავშდებოდი და დავიდა 15 წუთი ორ გასულა კიდე. აი ესე რაღაცა. მოკლედ, მე დავანებე ამ კლასიკურ მედიტაციის სტილს თავი და დავწექი. დავწექი და ამ თვალებს დავხუჭავდი, ოკეი, დავიწყე ისევ ხატვა. ბავშვებიდან ხატვა, მამის ხარეს ძალიან ნიჭიერები არიან ხატვა. ბებია ჩემი ხატვარია. მოკლედ დავიწყე ეს მედიტაცია, ვიფიქრე რომ აბა მარიამ, მოდი სხვანაირად სადე. ანუ არავის არ უსწავლებია შენთვის მედიტაცია. არა, მე თვითონ ხო. YouTube.
და რას უსმენდი? თავიდან იყო guided meditatsiას უსმენდი რა, გელაპარაკებიან და მივხვდი რომ ვერაფერს ვერ უსმენდი და დავიწყე მე უბრალოდ მუსიკის მოსმენა, ჰერცები, აი 1-1-1 532 ძალიან კარგი არის ეგ. ანუ შენ ფორმულაში მინდა თან დავაკონკრეტოთ. ჩვენ ეხლა შენი ტრანსფორმაციის ფორმულას განვიხილავთ, ხო? პირველი იყო შეცვალე დამოკიდებულება გარემოს მიმართ. მეორე აიღე დრო და დაუთმე საკუთარ თავს. და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი. მესამე მივხვდი რომ დერას დროს წინ ვერ წავიდოდი, თუ წარსულში ცხოვრებას გავაგრძელებდი. ეგ არის მნიშვნელოვანი. თუ სხვებზე დაბრალებას დავიწყებდი. არ დავანებებდი თავს. ავდექი, დავიდა ტელეფონი. სხვები ეს ნათესავები თუ მეგობრები? შობლები. არა, გარემო არა. შობლები. შენ დაიწყე შენი შობლები თუ ბებიებიც და ბაბუები? არა, ბებიები და ბაბუები, ბებიებს თავისი თავი ქონდა, ახალგაზრდა ქალი დაქვრივდა ანგელოზივი თქმარი და კარგა, ხა ის ჯერ ესეთი სხვისი შვილები ხარ, მაინც ჩაბარებული ხარ. ჩვენ ცოტა შორს აგვიყვანს ეს საუბარი, მაგრამ აი ზუსტად ანგელოზივი თქმარი რო დაკარგა და დაქვრივდა, ამ ქალმა გაზარდა მერე და ყველა პირველ რიგში თავის შვილი. შვილები და დედაჩემი გათხოვლები იყვნენ უკვე ტრამულები ხო? ნუ რა თქმა უნდა, ყველას თავიანთი ტრამა აქვს და ყველას თავიანთი გზა აქვს გასავლელი და ბებიაჩემ მე საკმაოდ მკაცრებების გაზრდილი ვარ, საკმაოდ. აბა მზის ჩასვლის მერე გარეთ ყოფილიყავი. იმიტომ რომ შენ ეხა ნახე შენ ჩვენ სხვადასხვა მაინც ასაკობრივი საგვაქვს, იმიტომ რომ შენ ფაქტიურად ჩემი უფროსი შვილის ტოლა ხარ. ანუ გამოდის რომ ან მე აი ჩემი შვილი რო ეხლა რამეს მაბრალებდეს რომ მე ისე არ გავაკეთე როგორც ვთქვათ მისთვის იყო საჭირო, მაგრამ მე ხარ იცი სადმე მყავს ნახე მე თვითონ ტრავმული ადამიანების გაზრდილი ვარ, ვინაიდან ისინი თავის დროზე გაიარეს საკმაოდ ტრავმული მშობლების გაზრდილებიანი, იმიტომ რომ ომის დროინდელი ადამიანები. ამიტომ ნახე რამდენ რთაობაზე გადადის ის წყენა, შენ გწყინს დედაშენის, მამაშენის, მაგრამ დედაშენ და მამაშენის უკან დგას კიდე ბებია, ბაბუა, იმათ უკან კიდე ბებია და ბაბუა და ასე შემდეგ. სათანადოდ ეს წყენა ფაქტიურად გამოდის, რომ შენ შთამომავლობას აბრალებ, რომ ისე არ ხარ როგორც ხარ და როგორც კი შენ პატიებ საკუთარ დედას და მამას, ეს ნიშნავს, რომ შენ პატიებ ბებიებს, ბაბუებსაც და იმათ დედებს და ასე შემდეგ. ანუ ეს რაღაცნაირად აი როგორი არის, იცი, ჩემი აზრით მიმღებლობა მოვიდა შენთან და მე როგორც მახსოვს, შენ ადრეც მეუბნებოდი, რომ ბებია ჩემი მოვიდა ჩემთან სიზმარში და მითხრა და მე ახლა ეს პროდუქტი შევქმენი. ანუ შენ ჩაკეტე ის რაღაცა წყენები და გაგეხსნა კარები, ინფორმაციული წყარო წამოვიდა უკვე ეს ცოტა ბებიის მოსვლა არა, ეს ეს უკვე ჯერ ცოტა მაგამდე მნიშვნელოვანი ის არის აი მესამე ფორმულა, როგორც ასე რომ ვთქვათ, რომ მესამე ეტაპი. ფაქტიურად ჯაჭვი მე გავწყვიტე. გაწყვიტე ის ჯაჭვი და დაიწყე ახალი პროგრამის შექმნა. კი ბატონო, რა არის დაბრალება ძალიან რთული რამე არის. ჯერ ესეთი არც ერთი მშობელი არა ვართ 100%-იან. არც შვილები არა ვართ 100%-იანები და არც მშობლები არა ვართ. უშეცდომო კიდე სხვა რაღაცა არის. ანუ ყველაფერს სწორად ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავიანთი ცხოვრება აქვს და თავიანთი გზა აქვს გასავლელი და შენი გადაწყვეტილება და შენი გზის არჩევანი ჩემთვის მიუღებელი შეიძლება იყოს. მაგრამ როცა იცი და აშავებ, აი ეს არ არის. აი ესე იყოს საჭირო, რომ აქამდე მოსულიყო. ჩვენ ხო რაღაც მიზეზით მოდივართ. მე მჯერა რომ სანამ წამოვართ, ყველა ვირჩევთ ჩვენს მშობლებს და არა პირიქით. ბავშვი ირჩევს მშობელს და მე ძალიან მადლიერი ვარ
ჩემი მშობლების როგორებიც არიან იმისთვის. ის პერიოდი როდის მოვიდა ეს? როდის მოვიდა და 2020-ში სოფია გაჩნდა 2019-ში მახსოვს არა ორსულობამდე სანამ სოფია მოვიდა. ორსულობამდე მამა ჩემთან მოვიდა. პირველი მამა ჩემთან მოვიდა, იმიტომ რომ დედაჩემი ჯერ არ იყო ჩამოსული ამერიკაში. მამა ჩემს დავურეკე და რამდენიმე ჯერ რომ კაცი გადავრიე და გავასრულე, ბოლოს ესე მითხრა, აღარ დაგინახულო, რომ ნასვამა დამირეკო და დაიწყო აქ ჩემთან მისი კრიტიკა რა. ფხიზელმა დამირეკე და ვილაპარაკოთო. დავურეკე ფხიზელმა და ცოტა ისე მივიღე რაღაცა, ოკეი, მამისგან პონჩი უნდა მივიღო, არ გავსდივარ და შენიშნა არ უნდა მივიღო და დაურეკე და მეთქი მამა მეთქი ეს ზურას ვეძახდი, მაშინ გაბრაზებული მაინც, მაგრამ ამდენი წლების განმავლობაში მაინც მქონდა ურთიერთობა ყოველთვის რა. და მამას გახარა. ფიზიკურად არა, დედას. ჩემს მაგას მამას. ფიზიკურად. და მოკლედ გადავწყვიტე, რომ როდემდე უნდა გავაგზავნო ესე თქო რა. როდემდე და თუ სიფხიზლეში ვერ შეხედე შენს გადაწყვეტილებას და პასუხისმგებლობა ვერ აიღე, ანუ არა ხარ ხო ძლიერი და რას ქვია მე ძლიერი დედაჩემი შვილი ძლიერი და გორა რა. ხო მოკლედ გადავწყვიტე რომ შო მეთქი აპატიე თქო რა, გაპატიე მეთქი. ანუ რა თქმა უნდა კაცმა ბოდიშებიც მოიყა ყველაფერი რამდენი წლის განმავლობაში ხო და მეთქი ეს რა არის მარიამ ეს მეთქი. მე დედაჩემი რომ ჩამოვიდა და დავიწყეთ ერთად ცხოვრება, დედა სირთულები გავეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა იმიგრანტისთვის, დედისთვის და შვილისთვის, ასე ხა მე ვიტყვი. ხალხო დედებს მიმართავ, რომ იქონიეთ კომუნიკაცია შვილებთან და რას გულისხმობ, მოусმინეთ. მე არ მაქვს ესეთ შვილებზე საუბარი, რომლებსაც მოსმენა კი არა, შემოლაწუნება ჭირდება დღეში სამჯერ, ანუ ეგეც ცალკე საკითხია, მაგრამ ნახე რა იყო ჩემსა და დედაჩემს შორის განხეთქილების მიზეზი იყო, რომ წავიდა ვიყავი 12 წელს, რომ ჩამოვიდა ვიყავი 28 წლის, რომ დავიწყეთ ერთად ცხოვრება, ხო, თითქმის 28-ის ვიყავი, აღარ მახსოვს ზუსტად და იმას მთხოვდა, რაც უნდა მცოდნო და მისი გადმოსახედიდან, მაგრამ მასთან ერთად არ მქონდა გავლილი, ანუ მე სხვანაირად გავიარე ცხოვრება, უკვე სხვანაირი პიროვნება ჩამოვყალიბდი და ისევ პატარა გოგოსავით მეკცეოდა, მიხვდი? და მოთხოვნები ქონდა. ამ დროს მე მეთქი, ოკეი, ანუ ეგრე აღარ არის დედა, მე ჩემი სხვა შეხედულებები მაქვს, ისა მაქვს და ანუ არ ღვევდა შენ პირად როგორ გითხრა, ვერ აღმიქონდა როგორც ცალკე პიროვნებას. ისევ ის თავისი შვილი ვიყავი მარია, ხო, ცალკე აი ქალად და პიროვნებად ვერ აღმიქონდა. თენ დედაჩემი არის აი როგორც გიჟი დაალაგე დაწყერელებული და ქალწულია. მე განხანებული თხის ხარ, თან ანტრეპრენორ და თან ADHD მაქვს შესხმული. აი ერთ მომენტში შემიძლია ყველაფერი ასე აჩონჩხლელი ქონდეს, მე 15 წუთში დავაწყრელო ყველაფერი, მაგრამ ნუ ეხლა უფრო მომივიდა რა, თავს კონტროლი. როდის დაიწყო შენი გზა ანტრეპრენერის? აი ეს ყველაფერი რო გადავლახე და რო უკვე მივხვდი რომ არავისი არაფერი ბრალი არ არის და უკვე დავიწყე ისევ და მე დავიწყე კითხვა. დღეს კითხულობ. კვირაში მინიმუმ ერთ წიგნს ვკითხულობ. ანუ უფრო ფსიქოლოგიურ წიგნებს? თავიდან იყო. ხო. კი, თავიდან იყო ფსიქოლოგიური წიგნები. ინგლისურად? კი, ყველაფერს ინგლისურად ვკითხულობ. ანუ შენ ფაქტიურად აზროვნებ ინგლისურად, ხო? მე ძალიან მომწონს შენი საუბრის მოსმენა, ისე კარგად ლამაზად საუბრობ ხოლმე. ზოგჯერ ასე, ანუ რო არ ვიცოდე რომ ქართველი ხარ, ვიფიქრებდი რომ საერთოდ არ გაქვს რაღაცა იმდენად ლამაზად საუბრობ ინგლისურად. ანუ მაშინ გამოდის რომ შენ ფაქტიურად აზროვნებ ინგლისურად. კი, ეგრე გამოდის. მაშინ ძალიან ბევრი მას უყურებ პოდკასტებს. აუდიო წიგნები მიყვარს, იმიტომ რომ ფიზიკურად მუშაობ ბევრს და აუდიო წიგნით ანუ როდესაც საკონს ვაკეთებ, თან წიგნს უსმენ და ხო. მე მაშინ დავიწყე ესე მოსმენა, უბრალოდ გავიკეთებდი ნაუშნიკებს, იმიტომ რომ წიგნი ფიზიკურად რო დავიჭირო, იანანა არის ჩემთვის. საპნის იდეა საიდან მოვიდა? ეს ხო მივყევი ნელა და ორსულად რო ვიყავი სოფიაზე სოფიამდე 3 თვით ადრე სანამ სოფიაზე ორსულად დავჭი მე მუცელი მომეჩალა. ძალიან რთულად. და მახსოვს 3 ზუსტად ვიცი, როდის გაჩნდა სოფია ჩემში რა, იმიტომ რომ აი იმ დღესვე
გავიგე რა ფაქტიურად რომ ფეხბურთით ვიყავი და 2 თვის ორსული ჯერ არ ვიყავი, სადღაც ალბათ 1-6 კვირის ვიქნებოდი, რომ ნახე სიზმარი. და ასე მითხრა, დედა, ნუ ნერვიულობ, მე ისევ მოვალ და ჩემი სახელი იქნება სოფია. შეგეშინდა? არა. ანუ მიიღე ჩვეულებრივად? კი, და მაშინ მოხდი რომ ბავშვობაში ნანახი სიზმრები, რომლსაც მეშინოდა, სულ ორჯერ მაქვს ნანახი. ასე ვთახშევდიოდი და ძალიან ფერადი კედელი იყო და იმ კედელში უნდა შევსულიყავი და მეშინოდა და უკან ვარდებოდი ხოლმე და მე მაგ კარებში შევედი. სხვათა შორის ეხლა შენ რო ეგ თქვი, მე არასოდეს არ მithქვავს და ეხლა ჩემი შვილებიც ალბათ პირველად გაიგებენ. მაგრამ აი მე ნანკაზე არა, უფროს გოგოზე არა, იმიტომ რომ მაშინ ჯერ გეოდ, მაგრამ აი ვატოზე ზუსტად ვიცოდი რომ ვატო არის. ანუ ვხედავდი როგორიც უნდა ყოფილიყო. ხო, მეც ნახე ეს ზუსტად. აი ზუსტად დახატული მქონდა, მე არ მახსოვს ეს სიზმარი იყო თუ რა იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის რომ მივდიოდი ეხოზე, მე ვიცოდი რომ ბიჭია, ვიცოდი რომ ხუჭუჭაა. და ვიცოდი რომ უნდა ერქვას ვატო. ხო, აი ზუსტად ასე იყო სოფიაზე. ის ბავშვი, რომელიც ბავშვი უნდა ყოფილიყო, იქნებოდა ბიჭი, ზუსტად სოფიასნაირი ფიზიკურად, ოღონდ ერქნოდა გიორგი და მე არ დავარქვი, ანუ ვერც კი წავარდგინე გიორგის დავარქვი. პრინციპში მეორე ბავშვის, ანუ პირველ ბავშვზე არა, უფრო მეორე. ეთყობა რაღაცა მაინც ტრანსფორმაციის გზას გადის ჩვენი ორგანიზმი, რომ უფრო სენსიტიური ხდები. ორგანიზმი არ არის ეგ. გონება. ეგ შეიძლება მივხვდე უფრო სულად რო ხარ ორგანიზმით, მაგრამ გონება იზრდება. მეც გავიზარდე. დაჩი და მე ერთად გავიზარდეთ. ნუ შენ პრინციპში სოფოზე 25 არა 28 წლის ვიყავი სოფია უკვე მეორე ფორმულის მეორე ელემენტი მესამე მქონდა უკვე გადაახოლე უკვე პატიება უკვე გადალახული მქონდა. არ თვლი რომ ეს სოფოს მოსვლა შენთან იყო როგორც საჩუქარი შენი ძალიან დიდი შთამომავლობისგან რომ შენ გახსენი დაკეტე ის კარი, გახსენი მეორე კარი და შენ მოგცეს სინათლე სოფოს სახით და გასაჩუქრეს. ცინარი ორივე შვილი ჩემთვის რა თქმა უნდა საჩუქარი არის. სოფია არის არა, ყველა შვილი არის საჩუქარი. მე სხვა რაღაცას გულისხმობ, რომ ყველა შვილი არის უფლის საჩუქარი, მაგრამ ასევე არის მასწავლებელი. ხო. ყველა შვილი, ანუ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, ვისაც რამდენი ყავს, იმდენი მასწავლებელი ყავს. კი. ანუ სოფოს სახით შენთან მოვიდა ადამიანი, რომელზეც შენ, მე მახსოვს, მითხარი, რომ ეს ითავებს ჩემს საქმეს. კი. ჯერ გაჩენილი არ იყო. კი. მაგრამ შენ მითხარი მე მახსოვს. იმიტომ რომ სოფიას მოყვა ბიზნესი. შენ ჯერ არ ქონდა წარმატებული ბიზნესი. რა წარმატებული საერთოდ არ ქონდა. შენ არ იცოდი საერთოდ რა იქნებოდა, მაგრამ შენ მაშინ აი ეს წინადადება მე არასოდეს დამავიწყდება. თქვი რომ ეს მოვიდა იმისთვის რომ ითავოს ჩემი ბიზნესი. რომელიც ჯერ არ იყო. არ იყო. დაი მოყვა. აი ხა რა იყო? ანუ ბეიბი შაუერი ეხლა შემოვიდა საქართველოში, მაგრამ მაშინ ამერიკაში ძალიან სერიოზული ეს არის მოდაშია. და გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა ბეიბი შაუერი. ბეიბი შაუერზე მინდოდა საჩუქარი გამეკეთებინა ჩემი მეგობრებისთვის, მე თვითონ. და ესეთი რაც მოვიფიქრე, gifts for use not to lose. იმიტომ რომ ეს მაგნიტები და რაღაცები, აი არაფერი არ არის, რა ეს ხეცი პეტერეს საჩუქრებს დაახო. მეთქი მოდია იქ სკრაბები არის მოდაში, მარილის სკრაბები. მეთქი მოდი ვისწავლე ამას როგორ გავაკეთოთ თქო და რა უნდა ხო რა ვიცი რა უნდა მე მაგრად მიყვარს ზარეულობა სამზარეულო საჭმელების კეთება ცხობა აუ ძალიან და შევედი ამ YouTube-ზე მეთქი სკრაბი როგორ უნდა გააკეთო და რატო ამომიგდო საპნის ვიდეო არ ვიცი ნუ ამოაგდო ხო ამოაგდო და დავიწყე ხა ხო დავიწყე ყურება 24 მარტს უნდა ყოფილიყო ბეიბი შაუერი დავიწყე ამ ვიდეოს ყურება და რატომღაც აი როგორი გზნობა გამიშდა, იცი რომ არც პირველად ვუყურებდი. და ახლოს იყო ჩემთან რაღაცნაირად რა, იმიტომ რომ თან როგორც გამოაცხო ისეთი პონტია.
არც ცხობა საჭმლის კეთების დროს მიყვარს ჭურჭლის რეცხვა და არც ამის მერე დღესაც, მაგრამ მაგის გარდა ყველაფერი საყვარელია. ყვარულით აკეთ. დავიწყე ყურება, ესე იგი 1-3 კვირა. დედაჩემი და ჩემი ქმარი გავასულელე. თან როგორ რატო არიცით ვინ არის ეს მეთქი რა, ანუ ყველასონა. სანამ იმებს უყურებდი პირველივე დღეს Amazon-იდან ვიწერ პროდუქტებს რა უნდა გამოვიყენო, იქ ყველის იმაში რა ქვია რაღაცა კონტეინერი ყველისაკე გადმოვიღე იმ კონტეინერი გამოვიყენე, იქ სპაჩელები ამოვიღე, აბა სამზარეულოდან რა შეიძლება იოგურტის ისინი და რაღაცა მოკლედ დავიწყე ამის კეთება. ნუ სახლში ამბავი ხდებოდა ხოლმე. ესე იგი, პირველად რომ გადავწყვიტე მაღაზია უნდა გავხსნა დედაჩემი და ჩემი ქმარი ჭკუაზე არ იყვნენ რომ სახლი დაალაგდებაო. შენ ეგრევე გადაწყვიტე მაღაზიაში? არა. ეს 24 კი არა 2019 წლის დეკემბერში დავიწყე ეს ფორთხილელი და ფართხაფურთხობა. და რატო ეგრევე მაღაზია? ანუ ეს ხო ძალიან არ იყო მაღაზია ეგრევე, არ იყო. ეგრევე ვიცოდი რომ მე მაღაზიას გავხსნიდი. პირველი საპონი რო გავაკეთე და სერიოზული დიზასტერი რო იყო და ვულკანოები რომ ასე ამოიფრთხვა ჩემს სამზარეულოში და მაგიდაზე, მაშინ ვიცოდი რომ მე მაღაზია მექნებოდა. როგორ, რანაირად, როდის წარმოდგენა არ მქონდა. დავიწყე ესე იგი უკვე პრაქტიკა, ნუ პრაქტიკობდი და სულ მაინტერესებდა აი ეთერზეთები, აი სხვადასხვა შენაზავები, აი როგორ იტანდია ამ ალერგია და რა ოჯახში ხდებოდა ეს ყველაფერი? კი, ოჯახში ხდებოდა, მე რა თქმა უნდა, ეხლა მე ეს უბრალოდ საპონი კი აღარ იყო. მე დავიწყე რომ რომელი ეთერზეთი ავიღო, რომელი პარფიუმერია ავიღო. როგორ არჩევდე? ეს ძალიან დიდი რისკია, სწორად შეარჩიო ეთერზეთები, აი შენ არ ქონდა განათლება, მაგრამ შენ მაინც არ ყავდი? იცი რა არის? სანამ ეთერზეთებამდე მივედით და სანამ აი ამ პროდუქტამდე მივედით, მანამდე იყო ფერადი, ღიარული ლამაზი, კარგი სუნები, იქ არავინ არ თქვას რომ მარწყვის ეთერზეთი არსებობს, ხალხო გამორიცხულია, მე აქ ვიყავი მაღაზიაში მისულე და იმიტომ რომ მომეხეთკა და გაჩუმდითქო და გამოვედი. რა ის მარწყვის ეთერზეთი? არ არსებობს. არა, მისი კიდე რა ქვია საზამთროს მაშინ. პერფიუმ. უბრალოდ პერფიუმს აქვს ხარისხები და მე ამოვირჩიე უმაღლესი ხარისხი თავადების და პარაფინის გარეშე. ქიმიური, ძალიან ისეთი ცუდი ქიმი, რომელიც იაფიანი პარფიუმერია, რაც არის. ყველაზე მაგრამ ისიც კი არ არის, რაც უფრო ძვირია, უფრო მაგარია. არა, დავიწყე რისერჩი, წავიკითხე ყველაფერი, ამაში რა შედის, იმაში რა შედის, ეს. დღემდე მაგას ვიყენებ. მაგ perfumes oils ვიყენებ, იმიტომ რომ რა ხარისხითაც დავიწყე, ფასები გასამაგდა. ისევ იმას ვაკეთებ. არასდროს არ მქონია თავის ტკივილი, არასდროს სახში არავის არ შევუწუხებია, შემიწუხები, ანუ სუნებით და ასე შემდეგ. ორსულების დროს, ხო, ნუ ეს პრაქტიკა. მე მუშაობდი 8 თვის ორსული, ორსართულიან რესტორანში ვმუშაობდი, პოდნოსით დავდიოდი ზევით ქობით. 2020 წლის 19 სოფიაზე. და პარალელურად საპნებს აკეთებდი? ხო. 2019 წლის 20 წლის 19 მარტს თუ 17 მარტს დაიხურა ყველაფერი ჩვენთან კივესთან. შესაბამისად ბეიბი შაუერი ვეღარ ჩატარდა. 2020 წლის 23 აპრილს გაჩნდა სოფია. 19 აპრილს გავაკეთე 200 საპონი, რომ გამშრალიყო, სანამ მე საკეისროდან მოვშუშტებოდი. ესე იგი 3 დღით, 4 დღით ადრე საპონი გავაკეთე, მე 2 დღით დავჭერი და გადავალაგე. და ამიტომ მადლობა ხმარს, მართლა კაი ორსულობა მქონდა. ჩემი ოჯახი უკვე მაგ დროს შეგუებულია ჩემ მედიტაციასთან, ჩემ სიჩუმესთან, ჩემ ჩამოფარებულ ფარდებთან და ასე შემდეგ, უკვე იმიტომ რომ ნახეს რომ შენ კონცენტრირდე ვარ. ნახეს რომ მე შევიცვალე. აღარც უაზრო ისინი შეიცვალე გარეგნულად იმ პერიოდში. აუ ძალიან ლამაზი ორსული ვიყავე. ორსულების დროს კი. და ზოგადად შენ რო შეიცვალე აისახა ეს შენ გარეგნობა. შენ ლამაზი ხარ ბავშვობიდან, მაგრამ აი ნუ მე 17 წლიდან გიცნობ. მაგრამ მე მაინტერესებს ისე მაყურებლისთვის, ანუ ჩემი შვილების მეგობარია. ხო, მაგრამ აი მე მაინტერესებს არა, მარტო შვილების მეგობარი. ამ ეტაპზე თავიდან სიურპრიზად დავტოვე. უბრალოდ რა მინდა იცი, აი რამდენად შენ ხედავდი სხვა მარიამს სარკეში? რა თქმა უნდა, თვალები მინაცებდა.
თვალებში სიხარული დამებრუნდა. ჩვენთვის შენ თვალების სულ გინათებდა, იმიტომ რომ ჩვენ რო გიყურებდით აქედან. ბავშვობაში სახიობობა მინდოდა და ძალიან კარგი ჩემი ყოველთვის აღნიშნავდით როგორი ლამაზია, როგორი განსხვავებულია, როგორი ფერადია თან იქ ოკეანეში და ასე შემდეგ. მაგრამ მე სხვა რაღაცას ვიძახი. ერთია რომ შენ გარემოსთვის შეიძლება დიდად არ შეიცვალე, როგორც ანუ ფიზიკურად, შეიცვალე მენტალურად და ეს შენი ოჯახის წევრები გამჩნევდა. მაგრამ მე მაინტერესებს რამდენად შენ თვითონ შენ თავს ხედავდი სარკეში ცოტა სხვანაირს. რამე შეიცვალა შენ ნაკვთებში? ასაკი მომემატა შორეს. არ მითხრა ეხა ნაოჭები. ნაოჭები მომემატა და მე არ იქა მიშველეთ რაღაცა გამოვიდა. არ ვიცი, უბრალოდ ცვალები იცი ლამაზი და ბედნიერი სხვადასხვა არის. ანუ ბედნიერი ზოგადად ლამაზია. ხო, შესაბამისად ბედნიერი როცა ხარ სხვადასხვა. მამაკაცი ყოველთვის არის განსხვავებულად საინტერესო. და ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაჯერებულობა. ანუ მე ვიყავი, რა თქმა უნდა. და იქამდე არ ქონდა? ვერასდროს ვერ იფიქრებდა რომ არ მქონდა და სინამდვილეში არ მქონდა. ხო? არ მეტყობა. აი შე რასაც იძახი ახლა ის საერთოდ არ გეტყობოდა და მე იცი რატომ ჯერა? იმიტომ რომ მეც ვარ ინტროვერტი. და ვერავინ ვერ იტყვის დედამიწის ზურგზე რომ მე ესეთი ვარ, იმიტომ რომ სულ ვცდილობ რომ ვიყო სოციუმში. თუმცა ძალიან მიჭირს მეც სხვათა შორის. ხო, იცი რა არის? სხვანაირად ვერ იქნებ. ხო, სხვანაირად ვერ იქნებ. ხო. თავდაჯერებულობა მომემატა ზოგადად ანუ ჩემ თავში იმიტომ რომ გადავახტე რომ ხედავ რომ რაღაცა უკვე შევიცვალე, ღმერთმა დაგვესაჩუქრა მეორე შვილით. ის თავისი რუგზაკით მოვიდა ბიზნესით, ასე ვთქვათ. მე ბოდიში რა, მაგრამ აი რაღაცნაირი ნუ ეხა ცუდად ვიტყვი, მაგრამ აი სოფ რაღაც აი რამე არის? თუ ეს უბრალოდ არა, სოფიას სახელი წამოვიდა კი არა იმ სიზმრიდან, დაჟე მახსოვს რომ ესე იგი 5 თვის ვიყავი რომ გავიგეთ სქესი. ახალი წლის ღამეს გავიგეთ სქესი. მაგრამ შენ ხო იცოდი რომ მე ვიცოდი და ლევანი ამბობდა რომ შანსია გოგო არ იქნება ბიჭი არისო. გოგოა მეთქი და იქნება სოფია თქო. რომ გაიგეთ რომ გოგო იყო, ანუ მე როგორც ხომ ვამბობდი მეთქი ეს დავჭიქი და ოკეი რაღაცა თავი სხვადასხვა სოფია არ იყო, არ იქნებოდა ჩემი პირველი არჩევანი სახელში. იმიტომ კი არა რომ ძალიან მიყვარს ახლა, მაგრამ არ ვიყავ ხური შენ საყვარელი სახელები გაგ და სოფია არ იყო რა. თქვა ბავშვმა და დავარქვი. მაგის მერე, ანუ უკვე რომ ვიმშობიარე, გახსენი ბიზნესი? არა, ეს 2020 წელს. როდის დაარეგისტრირე შენი ბიზნესი? საპნის კეთება რო დავიწყე 2020 წლის ზაფხულ, ანუ უკვე სოფო გაჩენილი არის, ზაფხულში ვხედავ რომ ეს კოვიდის არ თავდება და მე უკვე დავიწყე ჩემ Facebook-ზე, ესე იგი ის კლიენტები, ვინც იყვნენ ჩემი კლიენტები ბარზე, ახლა იმედ გავაცანი ჩემი საპნები და ნენელა სახლიდან დავიწყე გაყიდვა. მე როგორც ვიცი რომ სასტუმროებსაც ეხლა უფრო მაქვს. ხო, მაშინ არა. იყო ერთი ბიჭი, რომელსაც მეგობრობდი კაცრავად დიდი ხანია, იქ მუშაობის დროს რა. მე ბოლოს 3 წელი როცა რესტორანში მუშაობდი, ძალიან კარგ რესტორანში მუშაობდი, ოღონდ ის უკვე მე ჩემის გადავლილი მქონდა ეს დალევები და რაღაცა ღამის თევები და მუშაობა ღამეები და არა, მაგრამ ნახე გამოვიყენე. ეხლა ვიყენებდი, ანუ ფულსაც ვაგროვებდი, ცოტას რაღაცას გადადებდი, ისე რომ მე კოვიდის დროსაც ხო ჩემი ქმერც არ მუშაობდა, რაღაც მე აღარ მუშაობდი, ნუ მთელი ის იყო, ხო? და მახსოვს ტომი ქვია, ტომასმა შეუკვეთა 100 წელი საპონი. რა გინდა 100 საპონი? და ეს Airbnb-ის ბინები აქ იქ რა და ნუ იმას დავარიგებ. ადგა ეს ჩვენ ხო გადამიხადა $800, $8 ვყიდე და მაშინ. და ანუ დაგეხმარა ფაქტობრივად. ნახე ხო, როგორ დამეხმარა, ნახე, მარტო ფულით კი არ დამეხმარა. ის საპნები აიღო და დაარიგა ყველასთან ბარზე, ბარტენდერებთან და გააცნო რომ არიამია ეს ბარტენდერი, მარიამ ხო გახსოვთ? ეხლა ამას აკეთებს. ანუ აი ღმერთმა გამომიგზავნა ეს ადამიანი მაგ მხრივ იზამდა ვინმე ასე. ალბათ იზამდა. ყველგან არსებობენ. ყველა როგორც ტომი არავისთან არ უთქვამს, ისე ბევრი არ ამბობს თუ იმ ადამიანმა არ აღნიშნა, ვისაც დაეხმარნენ.
მჯერა, ძალიან მჯერა. იმიტომ რომ მე დამემართ. ხო, მე რატო კითხე ახლა, იცი? იმიტომ რომ ახლა აუცილებლად ყველა იტყოდა, აი ამერიკაში და საქართველოშიც არიან ძალიან კარგი ადამიანები და არიან ისეთი ადამიანები, ვინც ეხმარებიან ერთმანეთს და ნუ გონია ყველას, რომ რადგანაც ადამიანი არის საზღვარგარეთ, იქ არის ყველანაირად დაცული, იქ გვერდში დგომა და ასე შემდეგ და საქართველოში ეს არ არის. როგორ არ არის? არის. უბრალოდ ისტორია მაგასთან დაკავშირებით. მართლა? შენ ჯერ მოყევი ის ისტორია, მე ცოტა დაგაბნიე, ისტორია როგორ დააფუძნე და როგორ გადაწყვიტე, რომ მაღაზია უნდა გახსნე, იმიტომ რომ ეს რისკია. ანუ შენ სავაჭრო ცენტრში, ისე რომ იცოდეთ, სავაჭრო ცენტრში საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას მარიამმა გახსნა საკმაოდ დიდი მაღაზია. მე როგორც ვიცი, შენის მაღაზია კიდე გააფართოვე. და თავისი ხელით არ ვიცი მე რო გიყურებდი გაოგნებული ვიყავი აგურ ფაქტიურად გააკეთა რემონტი ხო დახლები, ფერები, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა. ნუ ლევანი გეხმარებოდა და რა თქმა უნდა ეხლა ისიც გეხმარებოდა. ყველა მეხმარებოდა. არიყავით. აი ძალიან ბევრი ადამიანი მეხმარებოდა. ფიზიკურად ჩვენ მუშაობთ, მაგრამ ნახე რა ხდა სოფია დედა ჩემს ყავდა. დაჩი პატარა იყო, მაშ თავის თხოვერდივილი და დაჩის ძმაკაცის მშობლები მიყავდათ, მოყავდათ, რომ მე მაღაზიაში 16 საათი ვმუშაობდი. კი, რაღაცა ძალიან მაგარს არის. კი, მაგრამ ხო, რა იყო იცი, ეს ზაფხული დავიწყე გაყიდვა რა, ნელ-ნელა, ეს $800 რომ მაშინ იაფიხი და ბოჭკით ვიყიდე, ქოქოსის და ზეითუნის ზეთი. რა თქმა უნდა, მანამდე მოგროვებული მქონდა ფული, დავამატე ის რაღაცა ძირიდაჭდა. მაშინ მახსოვს $600 და ბოჭკა ეხა ღირს 1800. ოჰო. და 11 იანვარია, მე სინამდვილეში 11 იანვარს ვარ დაბადებული. ოჰო. დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ საინტერესო საკითხი. საბუთებში 10 იანვარი მიწერია, 11 იანვარს ვარ დაბადებული და 11 იანვარი არის და მანამდე კოვიდის გამო სახში ვიჯექი, მივედი სამსახურში და ეხლა რა ხდება? კოვიდის მერე ჩემი რესტორანი დაიხურა, სადაც 3 წელი ვიმუშავე და ეგ რესტორანი რო არ დახურულიყო, შეიძლება მაღაზია არ გამახსნა, იმდენად კომფორტულად ვიყავი მან. აი კომფორტის ზონაში ყოფნა არის დამხუყველი. მეოთხე ელემენტი, თუ მეხუთეა ეს? მე დავიანგარიშო. მახსოვს. არა, ფორმულაა მაინც და რაღაცა. და სხვაგან დავიწყე მეგობარმა მითხრა რომ მოდიო, გჭირდებაო, მიმტანიო და აქ იმუშავა, ეს არის სერიოზული იტალიური რესტორანი რაღაც. მოკლედ რომ მივიბრუნდი, ესე მითხრე მენეჯერმა. მეთქი რა ხდება თქო რა, ანუ 5-6 საღამო უნდა მემუშავა და 1-2 მაქვს რა, კვირა და ორშაბათი დარჩენილი. გახსოვს ის ისტორია იმ ხალხს რომ უყურებდი რომ გინდა ეს იყო რომ ჩხუბობდა იმაზე? ხო. მე და მეთქი ეს აი ცით რა არისო? თქვენ ორმა ერთდროულად დაიწყე მენეჯერმა, რომელიც უფრო კარგად გვაჩვენებს თავსო, იმას უფრო მეტში ვტევს მიცემა. ბატონო, ანუ მეთქი უკაცრავდა რომელიც უფრო კარგად გელაქუცებათ მეთქი იმას მისცემ. კარგად იყავით მეთქი და წამოვედი. აი ეს წამოვედი, სანამ ავფეთქდი დაკავრობა, თან გავიყოლე მეთქი, უნდა გავიდე თქო და წამოვედი. თან გავბრაზდი, იმიტომ რომ მე კოვიდი არ მქონდა, ლევანის მქონდა და მან ასაკოვანი ხალხი მუშაობდა და არ მივედი სპეციალურად გამოტოვე 2 კვირა მანდატორი იყო და მაშინ ძალიან ბიზი სეზონი იყო და ფულიც არ გამოტოვე რომ მეთქი ვიღაცას რამე არ გადავდო, არ დავღუპო მეთქი, რომც მქონდეს ან მოვიტანო ან გამტარი. ანუ პატივიციო და ესენი ესე დავხო უსამართ. მეორე დილა მირეკავს, ანუ 11 იანვარია. მირეკავს და ესაო ჩვენმა უფროსმა, მოკლედ ტოლერანტობას ვერ გაუწევ, რას ქვია, წავიდა და გონა გაგიშვა. დავიწყე ტირილი. ამიტომ რაზე ვიტირე, იცი? სამსახური და გამომიშვეს მაღაზე არა. რას მიქვია ისინი მათმა გამომიშვეს პირველად მე არ წამოვედი. ხო, ვიცოდი რომ მეჯავრებოდა ყოველი დღე იქ მუშაობის. და აღარ მინდა რა. სოფიასთან ერთად წევარ და სოფია მომცა საწოვარა რა, მე დავიმშვიდებინი, დაყვარე. შევხედე და აი მეთქი მარიამ თავში მესმოდა თუ მე თვითონ ვაპარაკობდი, არ ვიცი ორივე დროოდ იყო. 2 ხელი გაქვს, 2 ფეხი გაქვს, ორივე ჯამთელი შვილი ყავს, ქმარი ყავს, დედა ყავს. და საქმე, ჰობი გაქვს. ჭკუა გაქვს, მათემატიკაში კარგი ხარ, ინგლისურით საბუთები გაქვს. რა დატირებს?
და უცებ გამეა თუ მე კლიენტს $100 შატს, ტეკილის შატს ისევ ყიდიდი რომ გაფიქრებინებდი რომ შენ გჭირდება ეს და არა გინდა მაშინ ის ამას ხო მოკყიდი რაც მართლა გჭირდება, ყველა გჭირდება დაბანა. არ დაგებძღის მაგ დროს მარტო საპნებს ვაკეთებ. ავდექი ვიბანავე და ჩავედი და ვეძახი. დედა, ლევან, მოდით. რა ხდება? დედა, შემდეგი 6-დან 9 თვემდე სახლს და ბავშვებს მიხედავ? დედა ჩემა, ვაი მე რა ხდებაო? ლევან, 6-დან 9 თვემდე გადასახადებს ისე მიხედავ, რომ ჩემი იმედი არაფერში არ გქონდა. სად მიდიხარ? მაღაზიას ხსნე. მარიამის ისტორია ჯერ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ თქვენ გაინტერესებთ თუ როგორ დამთავრდა ის ისტორია, თუმცა ეს ისტორია რა თქმა უნდა არ მთავრდება და არასოდეს არ დამთავრდება იქამდე, სანამ ადამიანი აგრძელებს თავის მოღვაწეობას და თუ გაინტერესებთ ამ ისტორიის გაგრძელება, გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყდეთ ღილაკი და რა თქმა უნდა გამომყევით.